საერთოდ არ მიჯერებ, ძალიან ჯიუტი ხარ. რადგან არაფერს გეუბნები, მეტის მეტი მოგდის. თავზე დამაჯექი. მამა, ხომ გითხარი? რა მითხარი? მოგერი და ვერ დამელაპარაკე და შეტყობინება გამომიგზავნე? რატომ აზვიადებ, მამა? ამდენი წელი მარტო ვცხოვრობდი იტალიაში. წარმოდგენა არ გქონდა, როდის ბრუნდებოდი სახლში. ახლა რა დაგემართა? ახლა ჩემთან ერთად ცხოვრობ, ქალბატონო. ნუ ყვირი გთხოვ? ვიყვირებ. ჩემი შვილი დილამდე პოლიციის განყოფილებაში. რატომ უნდა იყოს? რატომ ერევი ხის ბინძურ საქმეებში? რა გინდოდა იქ? მამა, ეგ ადამიანი უცხო არ არის. ჩემი შეყვარებულია. სწორედ ეგ მიკვირს. როგორ შეიძლება შენაირი გოგო ასეთი ბიჭის გვერდით იყოს? კარგი განათლება მიიღე. სამსახური გაქვს. იტალიაში სწავლობდი. შენ გარშემო არაჩვეულებრივი ადამიანები ტრიალებენ. ვერ ხვდები რით მოგხიბლამ? უსაქმურმა. ვერ ხვდები. მამა, გთხოვ ნუ ჩხუბობ. გული მტკივა, ძალიან ვიკავებ თავს, რომ რამე არ გითხრა. პასუხი არ გაქვს. რატომ არ მეუბნები არაფერს? არ მესმის, რატომ მოგწონს? რატომ ვერ ანებებ თავს? მამამისმა მითხრა, რომ ბიჭმა ტალახი ჩამოიშორა, ნელ-ნელა ფეხზე დგებაო. მიხარია, ჩვენი შვილები რომ მეგობრობენო, შეიძლება მალე დავნათესავდეთ კიდეცო. მართლა ასე გითხრა? ის კაცი ცოლსაც კი არ ელაპარაკება საკუთარ პრობლემებზე. ახლა ამბობს მიხარია რომ ერთად არიანო. მომისმინე, რამე სისულელი არ ჩაიდინო ზეინებ. პატარა ბავშვივით ნუ იქცევი. საერთოდ არ უფრთხილდები შენს მომავალს. მეშინია თავი არ დაიღუპო. მამა, ახლა ვიწყებთ ურთიერთობას. ასე ნუ იქცევი, გთხოვ? ჯერ კარგად უნდა გავიცნოთ ერთმანეთი. არ ვამბობ რომ ქუზეი ცუდი ადამიანია, უბრალოდ მუდმივად პრობლემები აქვს. მე ჩემ შვილზე ვფიქრობ. მეშინია. შენც რამე არ დაგემართოს. ძალიან მეშინია. მამა, არაფერი არ დამემართება, ნუ ღელავ. ნახვამდის. სად მიდიხარ? ჯერ არ დამიბზავრებია შენთან ლაპარაკი. აღარ მინდა შენი მოსმენა.